ქართულ მოდელ გოგონებზე ამბობენ კომპლექსიანები არიანო. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ სიტყვების ავტორები მოდელ მამაკაცებს არ იცნობენ. რაიმე პროვოკაციული კითხვა არ დამისვადან დაწყებული, მაცადე ჩავიცვამ და მერე გადამიღეთი დამთავრებული. რას აღარ მოისმენთ მისტერ ვალენტინის შესარჩევ ტურზე. თუმცა ეგ არაფერი, დრო ყველაფრის მკურნალია. 13 თებერვალს ჟიურის 13 კომპეტენტური წევრი ყველაზე მიმზიდველ ქართველ ბიჭს გამოავლენს. მეორე ტური მდგომარეობს იმაში, რომ უკვე საბოლოოდ აირჩიეს 13 ფინალისტი. ჟიურის თავმჯდომარე არის ქრისტი ყიფშიძე, ასევე ჟიურის წევრები ნანუკა ჟორჟოლიანი, გია ჭაჭანიძე, სლაიდის ხელმძღვანელი თამარ პოპიაშვილი. ბევრმა თავი შეიკავა რაღაც კომპლექსების გამო. არიან სპორტსმენები, კარატისტები, ფეხბურთელები. მოდელებზე ბევრ ტყუილ მართალს გაიგებთ, მამაკაცებზეც. მამაკაც მოდელებზე მით უმეტეს. ტყუილ მართალი იქით იყოს და ჩვენ და მოულოდნელად მაგთი კლუბში მისტერ ვალენტინის შესარჩევ ტურზე ერთობ გამორჩეული ნაკადი მოვიდა. გამორჩეული აღნაგობითაც და ამბიციურობითაც. ჯერ კითხვა მაინტერესებს, კითხავდა რომ უბრალოდ გამოვცადე, აი გართობის მიზნით. შეში დარფს არ მეშინია მაგ სიტუაციაში. შეუჭერლი კითხვები არ იყოს. შანსი მე მგონი არავის არ აქვს გააჩნია ჟიური რაც გადაწყვეტს. ის რომ სპორტსმენი ვარ და სპორტული ცხოვრების ცხოვრება. არ ვეწევი, არ ვსვამებ, ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. სახე ტანი და შარმი. რაც მთავარია. იქნება ესეთი ადამიანია, რომ ძალიანაც არა ლამაზი სახეზე და მაგრამ შარმი აქვს. თუ მოდელი ხარ, მაგის არ უნდა ქონდეს პრობლემა. რა თქმა უნდა, მაგრამ კაცობის ფარგლებში. ტიტლიკანა რო გამოხვიდე და აი ეგ არაფერი, ანუ პრობლემა არა, მაგრამ კაცობა მაინც უნდა ქონდეს. რა მოეთონა? ხმები. რა ვიცი. შავი ვარ რა. გამოდიოდა გიორგი ნაზღაიძეს შენებაზე და ასე შემდეგ. აქ ახლა მერითი გამოურჩევი ყველასგან? ყველას არ გავარ და მაგით. ვიზუალი. მისტერ ვალენტინის კონკურსი უკვე წლებია ტარდება. ვერ გეტყვით, რომ მისი გამარჯვებულები დღესდღეობით ჩვენებურ სამოდელო სფეროში ვარსკვლავებს ეთამაშებიან. თუმცა ცდა ბედის მონახევრიაო და არც ის არის გამორიცხული ვიღაცისთვის კონკურსი მართლაც ტრამპლინი გახდეს. ძალიან კარგი ბიჭები არიან, საკმაოდ კარგი აღნაგობის ყველაფერი. აი ვზივარ და ვფიქრობ ახლა რომელი დავტოვოთ, რომელი გავუშვათ. დაგიქნება რამდენიმე პრიზი, იქნება შოთიკოსგან პორტფოლიო, იქნება, გაშუქდება და ვინმე შეამჩნევს, არ ვიცი. აი ესე, ანუ აქედან სადღაც გაგზავნა სამწუხაროდ არ ხდება. კონკურსი 13 თებერვალს ჩატარდება. 13 მონაწილეს შორის ჟიურის რჩეული მისტერ ვალენტინის სტატუსს მიიღებს. I'm sexy and I know it. I'm sexy and I know it. ვერ დაგვირდებით, რომ გამარჯვების შემდეგ რჩეულისათვის მსოფლიო პოდიუმზე დიდი გზა გაიჭრება. ამაზე პრეტენზია თავად ორგანიზატორებსაც არ აქვთ, მაგრამ ქართველი მამრობითი სქესის რამდენიმე წარმომადგენელი თუ მაინც დარწმუნდება იმაში, რომ ფორმაში ყოფნა და სხეულზე ზრუნვა ერთობ დასაფასებელი ამბავია, ჩვენ ქალები ამითაც ბედნიერები ვიქნებით.